უკრაინის ომი შეიძლება ითქვას განისაზღვრება დრონების გავრცელებით და იმით თუ როგორ დავიცვათ თავი მათგან. რუსეთმა თავადაც წლები დახარჯა ანტიდრონული არქიტექტურის შექმნაზე, რომელიც ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება. თუ შენი ტრადიციული რადარები და სარაკეტო სისტემები დრონებს ვერ იჭერენ, იქნებ შენი ადგილზე მყოფი ჯარისკაცები შეძლებენ ამას. ამ მიზნით რუსეთი იყენებდა მობილურ ცეცხლის ჯგუფებს, რომლებიც განლაგებული იყვნენ ყველა სავარაუდო დრონის შემოსვლის კორიდორზე, აღჭურვენი მძიმე ტყვიამფრქვევებითა და ახლო მანძილზე მოქმედი იარაღით, უკრაინული დაბალმფრენი პლატფორმების მოლოდინში. ეს იყო უხეში, იაფი და გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა. სინამდვილეში ეს ტაქტიკა რუსეთმა უკრაინისგან გადაიღო, რადგან მათი საკუთარი დრონების იერიშები არაეფექტური აღმოჩნდა თვითნაგეთ თავდაცვებთან. მაგრამ რუსეთისთვის ეს უკვე აღარ მუშაობს. 4 წლიანი ომის შემდეგ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა დაიწყეს თავიანთი დარტყმითი დრონების აღჭურვა არამართული საჰაერო რაკეტებით, IRR-ის კლასით, რომელიც აქამდე მხოლოდ შეტევით თვითფრინავებსა და ვერტფრენებს ეკუთვნოდა. უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ მაჯა ბროუდიმ გადაწყვიტა ამ განვითარებების დეტალები საჯაროდ გაემჟავნებინა. ნაწილობრივ იმის გამო, რომ რუსეთი როგორც ჩანს, მოუმზადებელია ახალი საფრთხის საპასუხოდ. ხედავთ, რუსეთის მობილური ცეცხლის ჯგუფები, რომლებიც მისი დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონების დაცვის ქვაკუთხედია, ახლა უპირისპირდებიან დრონს, რომელსაც შეუძლია საპასუხო სროლა და ეს ყველაფერს ცვლის. იმისათვის, რომ ზუსტად ავხსნათ როგორ, საჭიროა გავაანალიზოთ როგორც იარაღი, რომელსაც იყენებენ, ასევე პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც ის შეიქმნა. საუბარი ეხება რაკეტებს, რომლებიც ეკუთვნის საბრძოლო მასალების ოჯახს, რომელსაც გრძელი და გარკვეულწილად რთული ისტორია აქვს. NURS, რაც რუსულად ნიშნავს არამართვაც საავიაციო რაკეტას, ან მისი უკრაინული ალტერნატივა NAR, მოიცავს იმავე ტიპის იარაღს, რომელსაც დასავლური წყაროები ჩვეულებრივ UAS, ანუ არამართვაც საჰაერო რაკეტებს უწოდებენ. ორი ტიპის რაკეტა, რომელსაც უკრაინა დრონებზე იყენებს, არის S5, 47 მმ-იანი რაკეტა და უფრო მძიმე S8, 80 მმ-იანი. ორივე საბჭოთა ეპოქის დიზაინია და ორივე თითქმის ყველა კონტინენტზე გამოიყენეს, სადაც საბჭოთა კავშირი ან მისი მემკვიდრე სახელმწიფოები ომობდნენ. S5 იმდენად ძველია, რომ მისი წარმოშობა 1946 წლამდე მიდის, როცა საბჭოთა ინჟინრებმა დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ხელში ჩაგდებული გერმანული R4M რაკეტების შესწავლა. თავად R4M, რომელსაც მეტსახელად ქარიშხალი ეწოდებოდა, ავიაციაში გარღვევა იყო. ეს იყო მარტივი, არამართული, დასაკეცი ფრთების მქონე რაკეტა, რომელსაც ლუფტვაფეს პილოტები მოკავშირეთა ბომბდამშენთა ფორმირებების დასაშლელად იყენებდნენ. საბჭოთა კავშირმა ამ კონცეფციის პოტენციალი აღიარა და მომდევნო 10 წლეულის საკუთარი ვერსიის შექმნას დაუთმო. 1950-იანი წლების შუა პერიოდში S5 უკვე შეიარაღებაში შედიოდა. თავდაპირველად როგორც საჰაერო იარაღი ადრეული რეაქტიული გამანადგურებლებისთვის, როგორიც იყო MiG-19. მანამდე სანამ დოქტრინა შეიცვლებოდა და ის საბჭოთა ტაქტიკური ავიაციის მთელი ფლოტისთვის სტანდარტულ ახლო მხარდაჭერის რაკეტად იქცეოდა. ავღანეთი იყო ის ადგილი, სადაც S5 ალბათ ყველაზე საფუძვლიანად გამოიცადა. საბჭოთა Su-25-ის და Mi-24-ის ეკიპაჟები მათ ფართოდ იყენებდნენ მუჯაჰედების პოზიციების წინააღმდეგ 1980-იან წლებში, მაგრამ გამოხმაურება დამაიმედებელი არ იყო. რაკეტები გაშვების შემდეგ ფართოდ იფანტებოდა და სამიზნეს შორდებოდა, ვიდრე მასზე კონცენტრირდებოდა. იმ პერიოდის ერთ-ერთი გავრცელებული შეფასება იყო, რომ S5 თითქმის არაფერში ვარგოდა, როგორც საბჭოთა პილოტები ამბობდნენ. მტრის ქუსლებს მხოლოდ მოფხანავდა. საბრძოლო ნაწილი უბრალოდ საკმარისად დიდი არ იყო, რომ უხეში რელიეფის პირობებში გაფანტული ქვეითების განადგურება საიმედოდ შეძლებოდა, ხოლო არამართვადი ხასიათის გამო სასურველი გაჯერების ეფექტის მისაღებად უზარმაზარი რაოდენობის რაკეტების გაშვება იყო საჭირო. უფრო კონკრეტულად, რაკეტას ჰქონდა 3.5 მილირადიანი, ანუ M-რადის გაფანტვა. რაც ნიშნავს, რომ ყოველ კილომეტრზე 3-დან 3.5 მეტრით გადაუხვევდა. იმპერიულ ერთეულებში ეს დაახლოებით 18.5 ფუტია თითო მილისთვის. საბოლოოდ საბჭოთაებმა დაიწყეს S5-ის კასეტების დამონტაჟება T-72 ტანკებზე, BTR-70 ჯავშან მანქანებზე და ურალის სატვირთოებზე, როგორც იმპროვიზირებული ხმელეთიდან ხმელეთზე საარტილერიო საშუალება. რაც ყველაფერს გეუბნებათ იმაზე, თუ რამდენად სასოწარკვეთილები იყვნენ ცეცხლის მოცულობისთვის და რამდენად შორს იყო იარაღი თავის თავდაპირველი დანიშნულებისგან. ეს რა იყო S5-ის ბუნებრივი განახლება და 1984 წელს შევიდა სამსახურში. უფრო დიდი 80 მმ-იანი რაკეტა ატარებდა უფრო ძლიერ საბრძოლო ქობინს, რომლის 18 ძირითადი ფორმირებული მუხტის ვარიანტი შეძლებდა 400 მმ-მდე ერთგვაროვანი რულონური ჯავშნის განგმირვას. რაკეტა გამოდიოდა სპეციალიზებული ვერსიების ფართო სპექტრში. მათ შორის იყო ტანდემური მუხტები რეაქტიული ჯავშნის დასამარცხებლად და ფრაგმენტაციული ჭურვები პერსონალისა და მსუბუქი მანქანების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მეორე ჩეჩნეთის ომში რუსული ავიაცია ისროდა S8 ტიპის რაკეტებს მჭიდრო ზალპებით, თითოეულში 20 მდე რაკეტით, რათა გაეტეხათ გამაგრებული პოზიციები გროზნოზე გამართული მძიმე იერიშების დროს.
სირიაში რუსეთის აეროკოსმოსური ძალების ავიაცია ფართოდ იყენებდა S-8 ტიპის რაკეტებს. მთელი მათი ინტერვენციის განმავლობაში აწარმოებდა დამთრგუნველ ცეცხლს ოპოზიციის მიერ დაკავებულ პოზიციებზე ქვეყნის მასშტაბით. და ეს არის ორი ძირითადი ტიპის რაკეტა, რომელსაც ახლა უკრაინული დრონები რაშენით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიტანენ. ასე რომ ეს იარაღი გადავიდა ჰაერიდან ჰაერში, მიწიდან მიწაზე, ჰაერიდან მიწაზე ბრძოლაში, დოქტრინალური ცვლილებებისა და სტრატეგიული ევოლუციის 10 წლეულების განმავლობაში. მაშინაც კი მიმდინარე ომში უკრაინაში NAR-ები თავიდანვე არსებობდა. უკრაინულმა ძალებმა დონბასში სრულმასშტაბიანი შეჭრის ადრეულ ეტაპზე გამოიყენეს როგორც SS-5, ასევე SS-8 რაკეტები. მოქმედებდნენ პირობებში, რომლებმაც სწრაფად აჩვენა, რამდენად სახიფათო გახდა დაბალ სიმაღლეზე, ახლო მხარდაჭერით ოპერირება მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თანამედროვე მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვა. უკრაინულმა ფიქსირებული ფრთის მქონე შეტევითმა თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა ეს რაკეტები გამოიყენეს დაახლოებით ისე, როგორც თავდაპირველად იყო განკუთვნილი. და სწორედ იქ მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, რადგან საკმარისად ახლოს მისვლა ამ რაკეტების გამოსაყენებლად ნიშნავდა ფანცირის, მანფადის, თორისა და დისტემების მოქმედების ზონაში შესვლას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, რუსეთი არაკომპეტენტური იყო მასშტაბური შეტევის განხორციელებაში, მისი საჰაერო თავდაცვის სისტემები მაინც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა საბჭოთა ეპოქის საფრთხეების წინააღმდეგ. პილოტებმა, რომლებიც გადარჩნენ, ადაპტაცია მოახდინეს. ისინი უფრო შორ მანძილზე გადაინაცვლეს, გამოიყენეს ბომბების აგდების სპეციალური ტექნიკა და დათანხმდნენ სიზუსტის შემცირებას სიცოცხლის შესანარჩუნებლად. თუმცა თავად რაკეტები ინვენტარში დარჩა, ელოდნენ პლატფორმას, რომელიც შეძლებდა მათ სამიზნემდე მიტანას ისე, რომ გზაში არ ჩამოებდოთ. და ბოლოს წარმატება. ეს პლატფორმა აღმოჩნდა FP-FP2, რომელიც უკრაინულმა კომპანიამ Firepoint-მა აწარმოა. სამხედრო თვალსაზრისით, FP-FP2 სპეციალურად შეიქმნა ფრონტის ხაზზე მძიმე დარტყმის დრონის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელსაც ოპერატორი რეალურ დროში მართავდა. თავდაპირველად მას შეეძლო 220-მდე ფუნტი საბრძოლო ქობინის გადატანა. ჰქონდა დაახლოებით 230 მილის სიშორე და ოპერატორთან პირდაპირ ვიდეო სიგნალის გადაცემა. ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას აძლევს ფრენის მარშრუტი მისიის მიმდინარეობისას შეიცვალოს. ეს უფრო გავს FPV-ს, ანუ პირველი პირის ხედვის მართვას, რაც გავრცელებულია იმ დრონებში, რომლებსაც უკრაინიდან მხედავთ, ვიდრე დასავლეთის ტრადიციულად წინასწარ დაპროგრამებულ ბარაჟირებად საბრძოლო მასალებს. სტანდარტულ კონფიგურაციაში FP-FP2 მიფრინავს სამიზნესთან და ფეთქდება, ასე რომ თვითონ დრონია იარავი. Firepoint-მა და უპილოტო სისტემების ძალებმა ახლა დაამატეს მეორადი იარაღის სისტემა, ფრთების ქვეშ დამონტაჟებული სარაკეტო პოდები. ეს ხუთი კონფიგურაციაში დრონი ატარებს 2 პილონს, თითოეულზე 4 რაკეტით, ანუ სულ 8 რაკეტას. ამასთან ერთად ინარჩუნებს მცირე საბრძოლო ქობინს, როგორც ტვირთს. ეს იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკრაინას სურდა დრონი გაეშვა სამიზნისკენ. ეს 5 რაკეტებით გაეწმინდა გზა მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის დანადგარებისგან, ძირითადად მამფაცებისგან და შემდეგ დრონი შეეტანა სამიზნეში, რათა აფეთქებულიყო. დადასტურება იმისა, რომ ეს სტრატეგია რეალურად ხორციელდებოდა, 2026 წლის მაისის შუა რიცხვებში მივიღეთ. მაჯარმა საჯაროდ განაცხადა, რომ რაკეტები უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონებიდან ისროლებოდა ოპერაციულ სიღრმეებში, რომლებიც 310 მილამდე აღწევდა. მაგრამ არსებული ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, ეს თითქმის უეჭველად გულისხმობს უფრო ფართო შორ მანძილზე მოქმედ უპილოტო აპარატების ფლოტს, რომლებიც ექსტრემალურ სიღრმეებში მუშაობენ და მოიცავს სხვა პლატფორმებსაც. FP-FP2-ის გარდა, რადგან მისი მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 230 მილს შეადგენს. თუმცა ზოგიერთი ანგარიში 2026 წლის მაისის ბოლოს მიუთითებდა, რომ FP2-ები განახლდა ისე, რომ 400 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი 230 მილამდე მანძილზე შეეძლოთ გადაეტანათ, რაც მათ ბევრად უფრო ფართო მოქმედების არეს აძლევდა. იმის გათვალისწინებით, რომ SS-5-ის კონფიგურაციის დეტალური მახასიათებლების გასაჯაროება ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლებელია რამდენიმე მცირე SS-5-ის ან S-8-ის კომბინაცია. უფრო მცირე საბრძოლო ქობინით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ FP-FP2-ის შეეძლო თავისი მოქმედების არე 310 მილზე მეტად გაეზარდა, რასაც განცხადებაც მიუთითებდა. კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ განცხადება უფრო ფართო უპილოტო საფრენი აპარატების საქმიანობას ეხება, რომლის მხოლოდ ერთ ნაწილსაც FP-FP2-ები წარმოადგენენ. ამ განსხვავების მიუხედავად, აშკარაა, რომ უკრაინამ დაიწყო რაკეტებით შეიარაღებული დრონების გამოყენება იმ მანძილებზე, რომლებიც ადრე მხოლოდ ტრადიციული ავიაციისა და დისტანციური ლოიტერინგული საბრძოლო მასალებისთვის იყო განკუთვნილი. 12 მაისს გამოჩნდა კადრები, რომლებიც ღია წყაროების ანალიტიკოსებმა გაავრცელეს და რომლებშიც ჩანს დრონი, რომელიც ფრენას ახორციელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყინიმში. ფრთის ქვეშიდან რაკეტას უშვებს ქვემოთ მდებარე სამიზნისკენ და შემდეგ აგრძელებს მოძრაობას თავისი ძირითადი მიზნისკენ. სამიზნე იყო იდენტიფიცირებული როგორც რუსული მობილური ცეცხლის ჯგუფი. დრონმა გაისროლა და ფრენა გააგრძელა. დენის შლეიტერმანმა, Firepoint-ის თანადამფუძნებელმა, კადრებზე კომენტარი მარტივად გააკეთა. მის კომპანიას შეუძლია ამის გაკეთება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ არ დაუდასტურებია, კომენტარი მიუთითებდა, რომ საუბარი იყო ან FP-FP2 დრონზე, ან მის გრძელდისტანციურ ვერსიაზე, FP-FP1-ზე. დადასტურებული საბრძოლო გამოყენება ერთი კვირის შემდეგ მოხდა, როდესაც რაკეტებით აღჭურვილმა FP-FP2-მა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სტრატეგიულ საკომუნიკაციო ცენტრს დაარტყა. ეს გამაგრებული სამხედრო ინფრასტრუქტურაა, რომელსაც დაარტყა დრონმა, რომელიც ახლა უკვე რაკეტებსაც ატარებს შეტევისას. ამ მოვლენამ, რაც ახლო მომავალს ცდება, ნამდვილად ღირს დაფიქრება. უკრაინამ უკვე აჩვენა, რომ დარქმის დრონს შეუძლია ფუნქციური სარაკეტო შეიარაღების დარება თავის ძირითად საბრძოლო თავკომბალთან ერთად. ამ პროგრესის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რაზეც უკვე საუბრობენ უკრაინულ თავდაცვის წრეებში, მხოლოდ არსებული არამართული სარაკეტო კონფიგურაციის გაუმჯობესება კი არ არის, არამედ კითხვა, რა მოხდება, როცა მასშტაბებს გაზრდი. თუ FP-FP2 კლასის საფრენი აპარატი შეუძლია ატაროს 8 SS-5 რაკეტა და 200 ფუნტიანი საბრძოლო თავკომბალა, უფრო დიდი ან გააზრდილი მანძილის ვერსია თეორიულად შეიძლება ჩაანაცვლოს მართვადი საჰაერო სამიზნე საბრძოლო მასალები. უკრაინა უკვე იყენებს ადგილობრივად წარმოებულ მართვადი იარაღების ოჯახს და კითხვა, შეძლებს თუ არა საკმარისად ეფექტური დრონი მცირე ზომის ზუსტი მართვადი რაკეტის საჰაერო პლატფორმად გამოყენებას უკვე აღარ არის მხოლოდ თეორიული. გაიხსენეთ, რომ FP-FP2, რომელიც ჩვენ ვიცით 2026 წლის შუა პერიოდისთვის, წარმოადგენს ადრინდელი დიზაინის მოდიფიკაციას საშუალო მანძილის ბრძოლისთვის, რომლის მოქმედების რადიუსი და ტვირთამწეობა უკვე თითქმის გაორმაგებულია. ამ პირობებში სრულიად შეუძლებელი არ არის, რომ ვიხილოთ შემოთავაზებული 310 მილის მოქმედების რადიუსი სრული საბრძოლო დატვირთვით. იმის გასაგებად, თუ რატო არის ასეთი დამანგრეველი უკვე არსებული კონფიგურაციაც კი, უნდა გაიგოთ, როგორ ცდილობდა რუსეთი დრონების პრობლემის გადაჭრას ბოლო 3 წლის განმავლობაში და როგორ გახდა თითოეული გადაწყვეტა სისტემატურად მოძველებული. მაგრამ მანამდე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show. ჩვენ ყოველდღე ვაქვეყნებთ ვიდეოებს, სადაც ვსაუბრობთ სამხედრო მეცნიერების, გეოპოლიტიკისასა და ომის უახლეს მოვლენებზე. დაუბრუნდეთ რუსეთს. მისი პირველი სერიოზული პასუხი უკრაინის დრონების კამპანიაზე იყო ელექტრონული ომი. რუსეთმა განათავსა ანალიტიკოსების მიერ აღწერილი ყველაზე მჭიდრო ელექტრონული ომის გარემო თანამედროვე ისტორიაში, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინული დრონებისთვის საჭირო სიგნალების მოშლას. GPS-ის ჩახშობამ დააზიანა ნავიგაცია. რადიოსიხშირული ჯემინგი უტევდა საკონტროლო ახებს, რომლებსაც FPV დრონების ოპერატორები იყენებდნენ პლატფორმების სამართავად. ბროდბენდის სისტემები ცდილობდნენ დაებრმავებინათ სენსორები, რომლებიც სამიზნე მონაცემებს აწვდიდნენ უკრაინულ დარტყმებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს საკმარისად კარგად მუშაობდა, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგები მიეყენებინა. უკრაინულ FPV დრონებს ფრენისას ვიდეო სიგნალი ეკარგებოდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოპერატორები ბრმად მართავდნენ და დრონები მიზანს აცდენდნენ ან ვარდებოდნენ. შემდეგი პასუხი იყო რადიოკავშირის არმოფხრა. ბოჭკოვანი ოპტიკის FPV დრონები ატარებდნენ თმის სისქეზე თხელ ოპტიკურ კაბელს, რომელიც დრონის ფრენისას უკან იშლებოდა. მართვის სიგნალები და ვიდეო ბოჭკოში სინათლის იმპულსების სახით გადადის და არა რადიოტალღებით. არ არსებობს რადიოსიხშირე, რომელსაც ჩახშობის სისტემები დააფიქსირებენ, დააზიანებენ ან გააყალბებენ. დრონი გადის ბრძოლის ველზე ყველაზე გაჯერებულ ელექტრონული ომის გარემოში. ისე თითქოს ეს გარემო საერთოდ არ არსებობს. ორივე მხარემ დაიწყო ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების გამოყენება და ორივე ცდილობდა მათ წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებებით ებრძოლა. ყველაზე გავრცელებული იყო მარტივი კინეტიკური პასუხები, მათ შორის იყო ფრაგმენტაციის მუხტები, ბადეები, ან თუნდაც დრონების ერთმანეთის ფიზიკური შეჩერება. ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობამ ოფიციალურად აღიარა ეს პრობლემა და გამოაცხადა ინოვაციური გადაწყვეტილებების მოთხოვნა ოპტიკურ ბოჭკოვანი FPV დრონების დასამარცხებლად, რადგან არსებული სისტემები მათ წინააღმდეგ უძლური იყო. შემდეგ უკრაინამ დაამატა ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ვიზუალური მართვა გარკვეულ პლატფორმებზე, რაც დრონებს საშუალებას აძლევდა ავტონომიურად გამოეყოთ და გაეკონტროლებინათ სამიზნეები, თუნდაც ბოჭკოვანი კაბელი გაწყვეტილიყო, ან ოპერატორს კავშირი დაეკარგა საბოლოო მიახლოებისას. AI სისტემებს თავად ყავთ ათასობით სხვადასხვა დეველოპერი, რომლებიც ან ევთობლივად მუშაობენ, ან ქმნიან განსხვავებულ დიზაინებს, რათა დრონები გახადონ უფრო გამძლე და ნაკლებად ჰაკვადი. ამან გამოიწვია ადაპტაციისა და განვითარების ციკლი, რომელიც ბევრად აღემატებოდა იმას, რასაც ტრადიციული დასავლური შესყიდვები შეძლებდა. სადაც ადრე ახალი სისტემები წლების განმავლობაში იტესტებოდა, უკრაინა პრაქტიკულად იძულებული გახდა პროტოტიპიდან საბრძოლო გამოყენებამდე რამდენიმე კვირაში გადასულიყო. რუსეთიც იძულებული გახდა იგივე ტემპი აეღო. შეექმნა შესაძლო საწინააღმდეგო ზომა, თუმცა უკრაინელი ინჟინრები მის დაძლევას იწრებდნენ რამდენიმე კვირაში, სანამ ის ფრონტის მთელ ხაზზე გავრცელდებოდა. განსაკუთრებით ფანცირის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შექმნილია საშუალო სიმაღლეზე, ფრენი საჰაერო სამიზნეების რადარით მართვადი რაკეტებითა და ქვემეხებით გასანადგურებლად, მუდმივად არასაკმარისად ეფექტური აღმოჩნდა მცირე ზომის, დაბალ სიმაღლეზე ფრენი და რადარისთვის ძნელად შესამჩნევი დრონების წინააღმდეგ. 2026 წლის დასაწყისისთვის უკრაინამ განაცხადა, რომ გაანადგურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული ფანცირის სისტემების ნახევარი, ზოგჯერ იმავე კატეგორიის დრონებით, რომელთა წინააღმდეგაც ეს სისტემები იყო განლაგებული. რუსეთს პასუხი სჭირდებოდა.
მობილური ცეცხლის ჯგუფების ქსელი იყო რუსეთის პასუხი ელექტრონული და რაკეტზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემების მარცხზე, დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონების საფრთხის წინააღმდეგ. თუ დახვეწილი ტექნოლოგია ვერ ახერხებდა მცირე და იაფი დრონების საიმედოდ შეჩერებას, მაშინ შეიარაღებული ჯარისკაცები უნდა დაეყენებინათ სავარაუდო მისასვლელ წერტილებში და მათთვის მიეცათ საშუალება ტყვიან ფქვევებით ჩამოეგდოთ დრონები. ეს იყო დაბრუნება საფუძვლებთან. დაბალ ტექნოლოგიური, დეცენტრალიზებული და ელექტრონულად რთულად ჩასახშობის სისტემა, რომელმაც რეალური დანახავჯები დააკისრა უკრაინულ დრონულ ოპერაციებს. დრონებს, რომლებსაც შეეძლოთ GPS-ის ჩახშობისა და რადიოსიხშირული დარღვევის პირობებში, ნავიგაცია მაინც შეეძლოთ შეეჩერებინათ კარგად პოზიციონირებული ჯგუფისთვის მძიმე იარაღით. რუსეთმა ეს ქსელი სპეციალურად იმიტომ შექმნა, რომ ის წარმოადგენდა საფრთხის ისეთ კატეგორიას, რომელსაც ელექტრონული საწინააღმდეგო ზომები ვერ უმკლავდებოდა. შეიარაღებული FP-FP2 ამწრეს ხურავს. მობილური ცეცხლის ჯგუფი შეიქმნა როგორც გამოსავალი ელექტრონული ომის შეზღუდვებზე დრონების წინააღმდეგ. რაკეტებით შეიარაღებული დრონი კი არის პასუხი მობილური ცეცხლის ჯგუფის საფრთხეზე დრონებისთვის. თავარი განსხვავება წინა ადაპტაციებთან შედარებით, საწინააღმდეგო ზომების წინააღმდეგ არის ის, რომ ეს სიცოცხლეებს ართმევს. დაბლოკილი დრონი ვარდება. შეიარაღებული დრონი თუ დააფიქსირებს ცეცხლის ჯგუფს, რომელიც ცდილობს მის შეჩერებას, უბრალოდ ესვრის რაკეტებს, რომლებიც სპეციალურად ქვეითების გასანადგურებლადაა განკუთვნილი და შემდეგ აგრძელებს მიზნისკენ მოძრაობას. ამ მოვლენიდან გამომდინარე უფრო ფართო ოპერაციული სურათი ნათლად აღწერა თავდაცვის ინდუსტრიის ექსპერტმა ანატოლი კრავჩინსკიმ, რომელიც იარაღის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელია. ერთი დიდი თვითმფრინავის ნაცვლად, რომელიც ატარებს მრავალფეროვან შეიარაღებას, მაგალითად B2 ბომბდამშენი ან F-22, უკრაინა იყენებს კოორდინირებულ დრონების ჯგუფებს, სადაც თითოეულ დრონს განსაზღვრული ფუნქცია აქვს. დარტყმითი დრონები, რომლებიც მძიმე საბრძოლო თავაკებს ატარებენ, თავარ სამიზნეს ესხმიან თავს. რაკეტებით შეიარაღებული ესკორტი დრონები კი გზაზე ჩარევის მცდელობას თრგუნავენ ან ანადგურებენ. ეს ქმნის ორმხრივ საფრთხეს, რადგან ინდივიდუალური დრონები ბევრად უფრო შესაძლებლობიანები არიან, ვიდრე ომის დაწყებისას იყვნენ, ხოლო ჯგუფური შეტევა წარმოადგენს ახალ კომპლექსურ გამოწვევას, რომელსაც ტრადიციული ანტისარაკეტო საშუალებებით ვერ გადაჭრით. ამის მიზეზი მარტივი ფიზიკა და ეკონომიკაა. სტანდარტული რაკეტებით აღჭურვილი თვითმფრინავების შემთხვევაში გამოიყენებდით ჩამჭრელ სისტემას, მაგალითად პატრიოტს, რათა ჩამოეგდოთ მტრული რაკეტა ან ის თვითმფრინავი, რომელიც მას ატარებს. როდესაც ანტისარაკეტო რაკეტა რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს, 100 მილიონ დოლარიან თვითმფრინავის ჩამოგდება აზრიანი ხდება. მაგრამ როდესაც ცდილობ რამდენიმე იაფი დრონის ჩამოგდებას, ანტისარაკეტო რაკეტა უცებ დროისა და ფულის ფუჩ ხარჯად გეჩვენება. ჯოგური დიზაინი ასევე ქმნის დამატებით პრობლემებს აღმოჩენასა და ელექტრონულ ჩარევაში. უკრაინა ხშირად აერთიანებს შიდაწვის ძრავიანი დრონებს რეაქტიული ძრავიანი დრონებთან და ეს ორი ტიპი რადიკალურად განსხვავებულ რადარულ და აკუსტიკურ ნიშნებს წარმოქმნის. რადარის სისტემა, რომელიც ოპტიმიზირებულია ერთი ტიპის ნიშნისთვის, გაუჭირდება მეორეს წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო აღმოჩენის პარამეტრების რეალურ დროში გადახარისხება ის არ არის, რასაც საჰაერო თავდაცვის ოპერატორები საიმედოდ შეძლებენ. მიუხედავად ამისა, ახალი დრონების მიზანი აუცილებელი არ არის საჰაერო თავდაცვის განადგურება. თავარია აიძულოს საჰაერო თავდაცვის მობილური ეკიპაჟები დამალვას, პოზიციის შეცვლას ან მუშაობის შეწყვეტას იმდენ ხანს, რომ სხვა დრონებმა შეძლონ გავლა. უკრაინის სიღრმისეული დარტყმის ოპერაციებს ყოველთვის უფრო ნაკლებად ზღუდავდა მანძილი, ვიდრე ის სირთულე, რომელიც თავდაცვითი დერეფნის გავლას უკავშირდება, კონტაქტის ხაზს და სასა და სამიზნეს შორის. თითოეული შეღწევა ცალკე ოპერაცია, რომელიც საჭიროებს დაგეგმვას, დროის სწორ შერჩევას და ხშირად დამატებითი პლატფორმების გამოყენებას, თავდაცვის დასათრგუნად. შეიარაღებული დრონები ამ პრობლემას სრულად ვერ აგვარებენ, მაგრამ ისინი ამცირებენ თითოეული გადაკვეთის ფასს. ამ ტექნოლოგიის მომავალი უკვე ჩანსი მაგურა თავდაპირველად ზედაპირული დრონი იყო, ნახევრად ავტონომიური კამიკაძე ნავი, რომელიც შექმნილი იყო რუსულ საზღვაო ხომალდებზე შეჯახებისა და აფეთქებისთვის. მან ჩაძირა სამხედრო გემები ან დააზიანა საზღვაო ინფრასტრუქტურა. რუსეთმა უპასუხა ამაზე ვერტმფრენების პატრულების განლაგებით, რათა დრონები მიზნამდე მისვლამდე შეეჩერებინა, რადგან ვერტმფრენს შეუძლია ზედაპირული დრონის აღმოჩენა და განადგურება, მანამ სანამ დრონი დარტყმის მანძილზე მივა. უკრაინის პასუხი ვერტმფრენის საფრთხეზე იყო მაგურა V5-ის აღჭურვა R-73 საჰაერო რაკეტებით, რომელიც თავდაპირველად გამოიყენებოდა MiG-29 და Su-27 გამანადგურებლებში. ეს არსებითად ადაპტირებული იყო, როგორც ნავსთვის განკუთვნილი ზედაპირზე ჰაერი ტიპის იარაღი. 2024 წლის ბოლოს მაგურა V5-მა ამ რაკეტების გამოყენებით ჩამოაგდო რუსული Mi-8 ვერტმფრენი ოკუპირებულ ყირიმში. ზედაპირული ნავი, რომელიც გემებზე თავდასხმისთვის იყო შექმნილი, ჩამოაგდო ვერტმფრენი, რომელიც მის შესაჩერებლად გაგზავნეს და ეს ამით არ დასრულებულა. შემდეგში მაგურა V7-ის დაამაგრეს AIM-9 Sidewinder-ის რაკეტები. 2025 წელს ამ პლატფორმებიდან ერთმა ჩამოაგდო ორი რუსული Su-30 ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენი, რომლებიც ცდილობდნენ დრონების ფორმაციის შეჩერებას. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც პილოტირებადი საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა უპილოტო ზედაპირული ხომალდის მიერ.
ეს ძალიან გავს FP2-ის ამჟამინდელ ტრაექტორიას. უკრაინამ გამოიყენა ან შექმნა ერთმიზნობრივი პლატფორმა. შეძლო ამ როლში პროგრესის მიღწევა, შეხვდა კონკრეტულ საწინააღმდეგო ზომას და შემდეგ გააუნჯობესა პლატფორმა სპეციალურად ამ საწინააღმდეგო ზომის დასამარცხებლად შექმნილი იარაღით. თან შეინარჩუნა მისი საწყისი შესაძლებლობები. მაგურას ტრაექტორიის შემდეგი ნაბიჯია შეიარაღების გაძლიერება, მოქმედების არეალის გაზრდა და ახალი სამიზნეების ხელმისაწვდომობა მისთვის. ეს პირდაპირ ეხმიანება FP2-ის გამოცხადებულ განვითარების გზას. Firepoint-მა უკვე გაზარდა FP2-ის მოქმედების არეალი 230 მილამდე. შემდეგი ნაბიჯი ამის შემდეგ შეიძლება იყოს რაკეტებზე ლაზერული დამიზნების დამატება, რაც არამართვადი ფართობული ზემოქმედების საბრძოლო მასალებს ჩაანაცვლებს სისტემით, რომელსაც შეუძლია მოძრავი სამიზნეების დაფიქსირება და დაზიანება. NAR-ის ინტეგრაცია FP2-ზე თავისთავად გადამწყვეტი განვითარება არ არის. რაკეტები ძველია. დრონის პლატფორმა, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა, თვითონ თვითმფრინავის კონსტრუქციის რევოლუციას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია კომბინაცია, მისი ოპერატიულობის დადასტურება და ის ტემპი, რომლითაც უკრაინა ამ კომბინაციის შემდეგ ვერსიამდე მიდის. რუსეთმა უკრაინული დრონების წინააღმდეგ ფენოვანი თავდაცვითი არქიტექტურა შექმნა და თითოეული ფენა სისტემატურად იქნა გამოვლენილი, მიზანში ამოღებული და ნაკლებად ეფექტური გახდა. ელექტრონულმა ომმა ვერ შეძლო ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონების შეჩერება. რაკეტებზე დაფუძნებული საჰაერო თავდაცვა არასაკმარისი აღმოჩნდა მცირე, ძნელად შესამჩნევი პლატფორმების წინააღმდეგ. მობილურმა ცეცხლის ჯგუფებმა რეალური წინააღმდეგობა გაუწიეს, ხოლო ახლა ეს ჯგუფები მიახლოებისას თრგუნავენ და აიძულებენ გაიფანტონ. და ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს უნარს დაეწიოს უკრაინის განვითარებას. გახსოვდეთ, 2022 წელს სწორედ რუსეთი იყო ის, ვინც დრონების უპირატესობით დაიწყო. რუსეთი იყო პირველი, ვინც ბოჭკოვანი ოპტიკის დრონები შემოიტანა, ხოლო უკრაინამ 1 თვის განმავლობაში დააკოპირა. რუსეთმა გამოიყენა გლაიდ ბომბები, რათა შეექმნა არამართვადი გრძელდისტანციური მასიური დაბომბვის სისტემა და რუსეთმა განავითარა ელექტრონული ომი FPV დრონების წინააღმდეგ. მაგრამ 2025 წლის შემდეგ რუსეთმა დაიწყო უკრაინის მუქარებზე რეაგირება. ტანკების გადაკეთება მოუწია დრონების მასიური შეტევისგან გადასარჩენად და ეს მცდელობა დასცინეს. ის განაგრძობდა რადარებისა და ჩამონგდებისი სისტემების დაკარგვას. და ახლა ის კარგავს ერთადერთ დარჩენილ დაცვას, რეალურ ადამიანებს. იმის გათვალისწინებით, რომ მისი საჰაერო ძალები მიწაზეა გაჩერებული, ჯავშან ტექნიკა ჯავშანს კარგავს და ხალხი სიცოცხლეს. რუსეთი წაგებას იწყებს. და შეიძლება მხოლოდ დროის საკითხი იყოს, სანამ ვიხილავთ ვიდეოებს, სადაც უკრაინის დრონები ცაში სრულიად უპასუხოდ დაფრინავენ. მაგრამ ეს ასევე იმიტომ ხდება, რომ რუსეთი ნელ-ნელა შიგნიდან იშლება. დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო და აუცილებლად დააჭირეთ გამოწერის ვილაქს, რომ იყოთ ინფორმირებული უკრაინის ომში და გლობალურ გეოპოლიტიკაში მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ.